მოზარდმაყურებელთა თეატრის ისტორია თუ წაიკითხავ, თუ დაინტერესდები იმით, საიდან დაიწყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის ისტორია, გოგუცა კუპრაშვილს ვერ აცდები ვერანაირად. როდესაც უფრო ღრმად და ღრმად შევედი ამ თემაში და დავინტერესდი ამ ადამიანით, წავიკითხე მასზე ძალიან ბევრი რამ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა ძალიან კარგად ვიცნობდი და ჩემი თანამოაზრე იყო. გოგუცა კუპრაშვილის მშობლებს ყავდათ, გაუჩნდათ 6 ვაჟი და გოგუცა კუპრაშვილის დედას ამდენი ვაჟის მერე ძალიან უნდოდა ერთი გოგო. ერთი გოგო მაინც და როგორც თვითონ გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა, იგი წავიდა რომელიღაც ტაძარში, შევედრა ღმერთს და შემდეგ უფალმა მას აჩუქა 6 ქალიშვილი, ანუ სულ იყვნენ 12 დედმამიშვილი. გოგუცა, რომელსაც სინამდვილეში ერქვა ნინო, იყო სულ ნაბოლარა და ყოფილა ძალიან ცელქი. აკაკის მოგზაურობა და საიუბილეო თარიღი, როდესაც აღინიშნებოდა, სწორედ პატარა გოგუცას ცაგერში წააკითხეს ლექსი და თურმე აკაკი ხუმრობდა კიდევაც ხმამ ესმოდა, მაგრამ ვინ კითხულობდა, ვერ უხედავდიო, იმდენად პაწაწინა იყო ეს გოგუცა. მას შემდეგ საღამოდან საღამოზე გადადიოდა, იმიტომ რომ ძალიან მოწონდათ ამ პატარა გოგოს წაკითხული ლექსები და ხშირად გამოყავდათ სხვადასხვა საიუბილეო საღამოზე თუ ისე რაღაც პოეზიის საღამოებზე. თავისუფლების მოტრფიალე. და ეს პიესა სურათი აურჩევიათ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. აქ ძირითადად მოქმედი პერსონაჟები ყვავილები არიან, მაგრამ ერთი ბიჭის როლია. სამასწავლებლოში ატყდა განგაში. ვინ ვათამაშოთ? ბიჭის როლი დარჩა მსახიობის გარეშე. სკოლის დირექტორი იყო კანდელაკი და ის წამოდგა და თქვა: მეხუთე კლასში ქვეყნის დამქცევი კუპრაშვილი რომ გვიზის, იმას ვათამაშოთ, ეს ბიჭის როლიო. ისე მოეწონა ეს სპექტაკლი ყველას, რამდენიმე ხანში ქუთაისში ჩამოიტანეს და აჩვენეს. დარბაზში იჯდა უიშვიათესი აკაკი ფაღავა. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ის ავიდა სცენაზე და თქვა: ამ გოგოს მომავალზე მე ვისრულებ. 12 წლის გოგუცა კუპრაშვილი პირველად მოხვდა ქუთაისის დრამატულ თეატრში. ამ თეატრის შენობამ, ამ სცენამ, დაშვებულმა იდუმალმა ფარდამ გააგიჟა ეს ბავშვი და მივიდა რატომ? ვერიკვან ჯაფარიძეზე ხმა დაირხა, რომ ქართულ თეატრში მოვიდა ახალი ვარსკვლავი და ჩამოიტანეს სპექტაკლი ბერდოზმანია, რომელშიც ვერიკო თამაშობდა. გოგუცა კუპრაშვილი ქანდარაზესის და როგორც თვითონ იგონებს, არაფერი სპექტაკლიდან არ გამოჰყოლია, გარდა ვერიკო ანჯაფარიძის ხიბლისა. მოაჯადოვა ვერიკოს პლასტიკა, მისმა რომანტიკულმა ხმამ, რაღაცა. აი ამ ტყვეობიდან ვეღარ გამოვედიო. და ამის შემდეგ მის ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი დღე სცენაზე რომ არ ეფიქრა. საბოლოოდ გადაწყვიტა ბედი დაეკავშირებინა სცენისთვის.
40-იან წლებში ალექსანდრე თაყაიშვილმა ამ თეატრის მთავარმა რეჟისორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ დაედგა რომეო და ჯულიეტა. და გოგუცა კუპრაშვილს მისცა პიესა წასაკითხად და უთხრა, აბა მითხარი შენ რომელ როლში ხედავ შენს თავსო. ამასობაში გოგუცა კუპრაშვილს უკვე რამდენიმე როლი ჰქონდა ბიჭის შესრულებული და ჩათვალა, რომ ალბათ ისევ რომელიმე პატარა ბიჭის როლზე უნდა დამაკავოსო. რომეოდ საკუთარი თავი ვერ წარმოიდგინა ცხადია და უთხრა, რომ მე ალბათ რომელიმე პაჟის როლს მაძლევთო. ამაზე თაყაიშვილი ძალიან გაბრაზდა, იმიტომ რომ აპირებდა, რომ ჯულიეტას როლი მიეცა მისთვის და გოგუცა კუპრაშვილმა კი გადაწყვიტა, რომ ალბათ მეხუმრებაო ალექსანდრე თაყაიშვილიო და სასტიკი უარის ტკიცა. მოკლედ ამაზე ატყდა ერთი ამბავი, საშინლად იჩხუბეს. იმდენად იჩხუბეს, რომ თაყაიშვილმა კუპრაშვილი გამოაგდო კაბინეტიდან და ცოტა ხანს თვალით აღარ დამენახო, უთხრა, მე რა თქმა უნდა შერიგდნენ და ამ სპექტაკლში გოგუცა კუპრაშვილმა შესანიშნავად ითამაშა ძიძის როლი. ეს როლი ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებით პალიტრაში, ასე ვთქვათ. დღეს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იფიქრო მსახიობ ქალზე, რომელიც იყო კაცების როლის შემსრულებელი და ბევრად უფრო მეტი კაცი აქვს ნათამაშები გოგუცა კუპრაშვილს, ვიდრე ქალის როლი. და ისე კი ერთამაშობდა უბრალოდ კაცებს. გოგუებს უყარდებოდათ და შეხვედრებს უნიშნავდნენ და აზრად ვერ ივლებდნენ, რომ ეშილებოდა ქალი ყოფილიყო. სხვათა შორის ძალიან ადრე წავიდა თეატრიდან, 54 წლის იყო, მე მგონი, რომ დაწერა განცხადება და ეხვეწებოდნენ, რომ დარჩითო, მაგრამ მან თქვა, რომ მე მინდა ესეთი დავამახსოვრდე მაყურებელსო და ესე ძალიან იშვიათი თვისებაა, რომ წავიდა რამდენიმე წლის მერე შეთავაზეს, რომ იქნება მობრძანდეთო და გიქორი ითამაშოთო და რომ მისულა უარს ამბობდა, მე ითამაშა და რომ გამოსულა სცენაზე დაანგრეულა დარბაზი თურმე ოვაციებით, აპლოდისმენტებით, იმიტომ რომ მთელი არმია ყავდა. აი, გოგუცა კუპრაშვილი იყო ქართული თეატრალური ხელოვნების ლეგენდა იმ პერიოდის. წარმოიდგინეთ იქამდე, რომ როდესაც გოგუცა კუპრაშვილი თამაშობდა ძიძას რომეო და ჯულიეტაში, მარჯანიშვილის თეატრშიც ქალბატონი სესილია თაყაიშვილი თამაშობდა ძიძას. ვახტანგ ტაბლიაშვილის დადგმაში და ქალბატონ სესილიას უთქვამს თურმე, რომ აიო ძალიან რთული და სუხლისგებლოა, რომ გოგუცა კუპრაშვილს რა როლიც აქვს ნათამაშები, ის როლი ითამაშა. აი წარმოიდგინეთ, ესე იგი რა პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა სესილია თაყაიშვილს გოგუცა კუპრაშვილისადმი, რომ აი ესეთ რაღაცას იტყოდა. გადავს უნდა დასტანდეს დედის ერთა ვაჟიშვილი. ეს რა მოვლენა იყო, ალბათ ამის შეფასება ძალიან გაჭირდება. გოგუცა კუპრაშვილი ის რომ კულისებიდან სცენაზე შემოიჭრებოდა, ეს უკვე იყო დღესასწაული. თამაშობდა გატაცებით, შინაგანი მღელვარებით, რაღაცა გადამდები ემოციით. ქმნიდა ხასიათებს და ყველაზე დიდი სირთულის წინაშე იდგა. შენი მაყურებელია ბავშვი, რომელსაც ვერ მოატყუებ. იმან სცენაზე უნდა დაინახოს თავისი ტოლი და ელემენტარულ სიყალბეს არ გაპატიებს. ამიტომ მე მგონია, რომ ყველაზე მთავარ გამოწვევას გაუძლო გოგუცა კუპრაშვილმა და მან აღზარდა თაობები და მოამზადა თაობები ქართული თეატრისთვის. ეს არის დიდი მოქალაქეობრივი ღვაწლიც. ჩვენ უნდა გთხოვოთ მთელი კლასის სახელი. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ. ნორჩებს რომ გვიახელი. ნებას ვიტყობ. ამ ნიშნის გული რომ დაგიმშენოთ. ოქტომბრელთა ოჯახში ახალ წევრად მიგიღოს გოგუცა კუპრაშვილის სახელობის რაზმი. აი ჩემი ოცნება, ფიქრები და აზრი. დავიჯერეთ თქვენს სახელს, მუდამ მაღლა ვატარებთ. ახლა ოქტომბრელი ხელს უმოგდებს ატარებს. საყვარელო დეიდა გოგუცა, ჩვენთვის ისეთივე თბილი ზღაპარი ხარ, როგორც ჩვენი ზღაპრების წიგნებში
ამოკითხული სათაყვანო გმირები. დღეს მე მინდა სწორედ რეზო თავართქილაძის პირით გავიხსენოთ გოგუცა კუპრაშვილი. მე მუშაობ ხა საბიბლიო წელია რეზო თავართქილაძის ალბომზე და მის ნაწერებს სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებულს გავეცანი და ერთ-ერთი იყო მოგონება გოგუცა კუპრაშვილზე. რომ ერთ-ერთი რიგითი დილის სპექტაკლის შემდეგ სცენის მუშა მეუბნებაო რომ ქალბატონი გოგუცაო ცუდად ხო არ არისო რაღაცაო სცენაზეო აი ისეაო რა თითქოსო აი თავბრუ ეხვევა აი ძლივს გადაადგილდებაო მარტოაო რას ნიშნავს უგო სცენაზე მარტოაო სპექტაკლი დამთავრდაო და არაო აი ესეო და წავედიო იმ წამსო შევედ დარბაზში ხედავ ჩაბნელებული დარბაზი სცენაზეც აი ესეთი პატარა სინათლე მორიგე სინათლეს რომ ეძახით და გოგუცა მართლაც აი ესე დადის და ხმარო გაიგო რომელი ხარო იკითხავ და რეზო ვარო მეოთხარიო და ამოდიო ჩემთანო და დავიძარიო მე სცენას და ეს ჩემი მომყოლი იქვე ჩამოჯდაო და კიდე ვინ არისო და უთხარიო ვინც იყო და დაგტოვოსო რა როაბეთიო არ მომეწონაო მართლა მიტკლის ფერი ედოო და დღესო ბოლო სპექტაკლი ვითამაშეო ხა გოგუცასო ჩვეოდაო რაღაცა ხულიგნობა ხუმრობა ის და ამიტომ რა თქმა უნდა ხო ეხა რას მიპირებო ეხა რას მიმზადებო რა ახალ სიახლეს მიმზად არაო ეს ის შემთხვევა როცა არ ხუმრობო და რატო კი მაგრამო და იმიტომ რომ რაღაცას უნდა დაესვას წერტილიო უნდა დაესვას წერტილი სანამ იქედან დაგისვენენო ჟიურის წევრებს მეტად სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ოლიმპიადაში მონაწილე თითეული ბავშვის შეუცდომელი და სრულყოფილი შეფასება არც თუ ისე იოლი საქმეა. სწორედ ამ კამათსა და დავაში ვლინდება გამარჯვებული. გოგუცა კუპრაშვილი იყო პირველი ტრავესტი საქართველოში, შეიძლება ასე ითქვას, პროფესიონალი. ტრავესტი ესეთი ამპლუა ახლა თითქმის დაკარგულია და აღარ არსებობს. ეს არის ადამიანი, რომელიც თამაშობს საპირისპირო სქესის პატარა ბიჭუნას ძალიან გოგონას. და ძალიან მნიშვნელოვანი არის გოგუცა კუპრაშვილის როლი ამ მხრივ ქართული თეატრის ისტორიაში, იმიტომ რომ მას არ ყავდა არც ერთი წინამორბედი, ანუ მას არ ყავდა ადამიანი, ვისგანაც ისწავლიდა ამ ყველაფერს და რაღაცნაირად თავისით დამოუკიდებლად მოუწია ამ გზის გაკვალვა. და სხვათა შორის გარდა იმისა, რომ მან ათეულობით როლი შეასრულა და ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში, მან ასევე დაგვიტოვა ძალიან საინტერესო თეორიული ნააზრევებიც საკუთარ პროფესიაზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის წარსულზე თუ აწმყოზე და მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ქართულ თეატრში გოგუცა კუპრაშვილს. უცნაურ რამეს ვამბობ, აი ხორავა ასოცირდება ოტელოსთან, ვერიკო ასოცირდება ივდითთან, ან მედეასთან. აი ხალხში დადიო, ფრაზად დადიო და ვახუშტიო, აღრა ბიჭი გაფუჭდიო. ანუ მან ის ეპიზოდი თან თქვენ რომ ნახოთ ვახუშტი როგორი ტიპის ეპიზოდია ზღაპარში ნაცარქეკია, ერთი სცენა აქვს სულ, მეტი არა. პრაქტიკულად ცენტრალურ ფიგურად იყო ქცეული ბორის გამრეკელის დადგმა, ეს პირველი დადგმა, როცა ეს პიესა ზღაპარი დაიწერა სპეციალურად გუგან ახუცრიშვილის მიერ ამ თეატრისთვის და ვახუშტის როლს თამაშობდა გოგუცა. და ეს იყო ის სიმაღლე, რომ ძალიან ბევრი წელი ნაცარქეკია ქართულ თეატრში აღარ დადგმობა. იმიტომ რომ სულ ერიდებოდა. თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში ღვაწლმოსილ მსახიობს გაუმართეს გულთბილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც გახსნა თეატრის დირექტორმა ვახტანგ გლოლაძემ. გოგუცა კუპრაშვილის ცხოვრებისა და თეატრალური მოღვაწეობის შესახებ მოხსენება გააკეთა თეატრმცოდნემ ვასილ კიკნაძემ. 45 წელი გაატარა გოგუცა კუპრაშვილმა სცენაზე.
45 წელი ატკბობდა იგი მაყურებელს თავისი ხალასი არტისტული ნიჭით. მის მიერ შექმნილი ბევრი სცენური სახე სამაგალითო გახდა ნორჩითაობებისათვის. ამ დიდი დამსახურებისათვის იყო, რომ ასე სიყვარულით გულწრფელად მიესალმებოდნენ იუბილარს ქართული კინოსა და თეატრის მუშაკები, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ბავშვებზე ზრუნვა გოგუცა კუპრაშვილის ცხოვრების არსია. ამაგდარი იუბილარი კვლავაც გადაცებით ემსახურება ამ კეთილშობილურ საქმეს, ოღონდ ამჯერად როგორც პედაგოგი ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის სახლში. სამწუხაროა თეატრის არტისტის ბედი ეს არის, რომ აი როგორც ფიფქი ისე ხრება და მე რჩება ამბავი და მე ეს ამბის მომყოლიც რო აღარ რჩება, იკარგება დროსა და სივრცეში და გოგუცა კუპრაშვილის სახელი და გვარი მაინც დარჩა ჩვენ ყოფაში და დღემდე აი თქვენს რო იხსენებთ ეს ამის დადასტურება.